დღეს ჩვენი თბილისისთვის ისტორიული დღეა. დედაქალაქს ამაყად უბრუნდება საქართველოს ბოლო დიდი მეფის, ერეკლე მეორის დიდი ხნით დაგვიანებული ძეგლი, რომელიც სათანადო ადგილს დაიკავებს ჩვენი ქალაქის მიერ პატივდადებული ისტორიული გმირების პანთეონში. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაბთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეს უდგამთ ჩვენს სასიკადულო მეფეს, რომელიც მშობლიური თელავის შემდეგ ზუსტად 9 საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. ერეკლე მეფის დაბადებიდან 3 საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა. მან ჩვენი ქვეყანა ურთულეს ეპოქაში გამოატარა და ბოლომდე დაიხარჯა მის სამსახურში. მეფე ერეკლემ გადაიხადა ერთი დიდი, უწყვეტი, 60 წლიანი ომი საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის. ომი ხმლით, ომი შრომით, ომი გონიერებით. დღევანდელი ძეგლის საზეიმო გახსნა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც დღეს, ისევე როგორც 300 წლის წინ, ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მართლსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს, საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა. საქართველო უპირველეს ყოვლისა, ამ ეროვნული ინტერესის ერთგულების გარეშე ვერ იმმართველებს ხელისუფალი, ვერ შეიყვარებს ხალხი, ანგარიშს არ გაუწევს მტერი და არ დააფასებს ისტორია. ისტორიის მანძილზე საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა. ჩვენი წინაპრების ხსოვნის პატივისცემა, მათი გმირული შემართების ერთგულება და მათი ეროვნული საქმის გაგრძელება თითოეული ქართველის ვალია. დღეს ერეკლე მეფის სული ხარობს, როდესაც ხედავს დამოუკიდებელი საქართველოს ამაყად მოფრიალე დროშას, როცა ესმის ქართული ლოცვა და გრძნობს შთამომავლების ეროვნულ გულისცემას. მეფე ერეკლეს ძეგლის თბილისში აღმართვა ყოფილიყოს ის დასაწყისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ერის გამთრიალების, წინსვლის და გამარჯვების საწინდარი იქნება. მეფე ერეკლემ დალოცოს სრულიად საქართველოს.